დედისათვის ისა მარადის ქალწულისა ღვთისმშობელისა მარიამისათა და ყოველთა წმინდათა თვისთათა შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერად და კაცთმოყვარე ამინ ერთმანეთის მოსმენამაც იმდენი მსახურების იმდენი საკითხავის მოსმენა მთელი ბიბლია გადავიკითხეთ ამ კვირაში თითქმის არ დარჩა ამბავი რომელსაც არ შევხედავთ და დღესაც ნებსითუმრებლიერ მცირე ქადაგებაც გავამეორებ აღარ დაგვეღო თან თავარი ყველაზე ძვირფასი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდარია ყველაზე მთავარი ცნობა უწყება ჩვენამდე მოსულია და ჩვენ ამ წმენას ვართ შეერთებული, რომ ქრისტე აღდგა. ესე მორიდებულად არა. ქრისტე აღდგა. ეშმარიტად აღდგა ქრისტე. აი ეს ადგილი ტაძარში ხო, აი ეს ადგილი, ამბიონი რასაც ქვია, განასახიერებს ლოდს, რომელიც იქნა გადაგორებული საღვთო ძალით მაცხოვრის საფლავისაგან და სასულიერო პირი, რომელიც ამ ადგილას დგება, განასახიერებს იმ აღდგომის ანგელოზს, რომელმაც აუწყა ადამიანებს, ნელსაცხელდედებს, მოციქულებს, რომ ცოცხალია, აქ ნუღარეზე. ინებოს ღმერთმა, რომ აღდგომის ხარება, ეს გონება მიუწვდომელი ამბავი, შეძლების დაგვარად უფლის მადლით დაგვეტიოს. რადგანაც მოციქულების მსახურებაც სულთმოფენობის მერე სულიწმინდით, როდესაც ისინი აღიქვნენ, სწორედ ეს იყო მთავარი აზრი მათი ქადაგებისა იყო ის, რომ ადამიანის სიცოცხლემ შეიძინა უკვე სულ სხვა ახალი განზომილება და ახალი შინაარსი. და როდესაც მათ კრება გამართეს ჯერ კიდევ სულთმოფენობამდე, ანუ სულიწმინდის მიღებამდე, მაგრამ მაცხოვრის დატოვებული წესრიგის აღსადგენად საქმე მოციქულთა ახალი აღთქმის ისტორიული წიგნი ზუსტად ამ ამბის მოთხრობით იწყება, როცა შეიკრიბათ 11 მოციქული და თქვენს იუდამ დაკარგაო თავისი წილი და უნდა ავირჩიოთო ვიღაცა მის მაგიერი. იქვე ამბობენ, რატომ უნდა აირჩიონ აღდგომის ხარების მსახურებისთვის. ანუ მთავარი მოვალეობა მოციქულებისა, მოციქულთა მსახურებისა იყო სწორედ ეს, რომ ქრისტე აღდგა, აი ეს მიეტანათ ყველგან, რომ სიცოცხლე აღარ მთავრდება, რომ დაბადებიდანვე ადამიანის სიკვდილის მონა აღარა. არათუ დაბადებიდან აღარა ვარ სიკვდილის მონა, არამედ რომ გარდავიცვლებით მაშინაც კი აღარა ვარ სიკვდილის მონები. იმიტომ რომ მოველით აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერვისა მის საუკუნეზე. ესაა ჩვენი წამსი, რითაც ყოველ დილას ვიწყებთ, ესაა ჩვენი წამსი, რასაც ყოველი ლიტურგიისას, ანუ ჩვენი საერთო საქმისას ვამბობთ. ღმერთმა მშვიდობა და ჯანმრთელობა არ მოგაკლოთ თქვენ. აი ეს აღდგომის სიხარული, ეს აღდგომის ძალა, მადლი, ეს სინათლე, ეს საოცარი ცეცხლი არ მოკლებოდეთ თქვენი ცხოვრების გზაზე, შეგვენარჩუნებინოს და აი ამ დიდი იმედით, ამ დიდი ნუგეშით დაგვეწლიოს ყველა განსაცდელი
რის გარეშეც არც ერთი ადამიანის ცხოვრება, არც ერთი ქვეყნის ცხოვრება, არც ერთი დროების ყოფა არ არსებობს. მაგრამ ყველაფერი გადაივლის, ყველაფერი თავთავის კალათოც იპოვის, მაგრამ ქრისტე აღდგა. და ვიღაცა აღდგომილ ქრისტეს იღებს და ვიღაცა კიდე ცდილობს, რომ ის დაამტკიცოს, რომ ქრისტე არ არსებობს. საქმე იმაშია, რომ ქრისტე ის დამცირებულიც უნდა მიიღო, ქრისტე ის მოძღვარიც უნდა მიიღო. ისე აღდგომილ ქრისტესთან ვერ მიხდა. აღდგომის მერე უფალი აღარ გამოცხადებია აღარავის. მოწაფეების და მოციქულების გარდა. მას ახალი ადამიანების თვის გამოცხადება და გადაგება აღარ დაუწყია. გამოეცხადა მხოლოდ მათ, ვინც მისი ერთგული დარჩა, გასაცდელის, დევნის, გაფანტულობის დროსაც. ეს არის ძალიან საგულისხმო რამ. ჩვენ რომ ვინმეს დავეჩაგრეთ, მოვეკალით, დაებრალებინა ყველაფერი, რომ მათ ხო არა იყო და რაღაცას იგონებდაო და მესამე დღეს გავცოცხლით. თუნდაც მოეჩვენათ, რომ მკვდარი ვიყავით და გავცოცხლით. გამოვხიზნით და პირველი რაც გააკეთებდა ნებისმიერი ადამიანი მივიდოდა და იტყოდა, რომ აი თქვენ ისეთებო და ასეთებო. ხალხს რეებს აჯერებდით. მე რა გამიკეთეთ, აგერ ვდგავა რუნებელი თქვენ წინაშე, ვერაფერს ვერ დამაკელით. ყველა დაიწყებდა აუცილებლად რაღაცა სიმართლის ძებნას. არავის არაფერი აღარ დაუმტკიცა. არ გამოცხადებია არც თავის ჯვარცმელებს, არც პილატეს, არც ფარისევლებს, არც არავის აღარ გამოცხადებია ქრისტეს, გარდა თავისი მოწაფეების. და ინებოს ღმერთმა, რომ ნამდვილად ვიყოთ მისი მოწაფეები და შეგვეციოს ღმერთი, რომ აი ეს საოცარი საიდუმლო ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში დავიდიოთ, როგორ შევძლოთ. ბოლომდე რა თქმა უნდა ადამიანი ამას რო იაზრებდეს, ალბათ იმ წამშეთ მინდანი გახდებოდა. მთელი ჩვენი ცხოვრება ვამატოთ და ვამატოთ ამის მიღებას, ამის გამტკიცებას და ამის ერთგულებას. გაიხარეთ და გაძლიერეთ. ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! გაიხარეთ და ჯვარი გეწეროთ 4 წუთით ხალხო. მოგზავნით ახლა ჯვარს ვემწყიოთ და დავასრულოთ დღევანდელი სამსახურება. Bravo.